როგორ შევამსუბუქოთ menstrualuri ტკივილები სახლის პირობებში მედიკამენტების გარეშე? მე ჩამოგითვლით 5 ძირითად აქტივობას, რომელთა შესრულება ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, თუ სრულად არ გაქრება menstrualuri ტკივილი, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება. მოიმარჯვეთ პასტა და ფურცელი და ჩაიწერეთ, რასაც ახლა გეტყვით. 5-ვე აქტივობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მეხუთე. პირველი, menstruatsiamde 2-3 დღით ადრე და menstruatsიის პერიოდშიც არ ჭამოთ ცხარე, მჟავე, მწარე და მარილიანი საკვები. მოერიდეთ ბევრი შაქრის შემცველ ტკბილეულს. მაქსიმალურად შეამცირეთ ყავა და კოფეინის შემცველი სასმელები. მეორე, ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. ნებისმიერი მარცვლეული, როგორიცაა მაგალითად წიწიბურა, უხეში დაფქვის პურეული, შავი ბრინჯი, კინოა, კუსკუსი და ფერმენტირებული რძის პროდუქტები, მაგალითად კეფირი და მაწონი. ამავდროულად სვით ბევრი წყალი. მესამე, შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები. ღრმა და ნელი ჩასუნთქვა 1 2 3 4 5 დათვალეთ და ამოსუნთქვა ნელი, ისევ დათვალეთ 5, შემდეგ ისევ ჩასუნთქვა და რამდენჯერაც შეძლებთ. ამასთანავე უნდა ისუნთქოთ მუცლით. მეოთხე, მუცლის ზედაპირის მსუბუქი მასაჟები. წრიული მოძრაობით ნაზად ვეხებით მუცელს და ასევე ვაწვევით მსუბუქად ჭიპის ქვემოთ 2 სანტიმეტრის დაშორებით. და მეხუთე, ეს არის სპეციალური menstrualuri პატჩი, რომელსაც იწებებთ მუცელზე ჭიპის ქვემოთ. პატჩი თავისით თბება, ხსნის სპაზმს და menstrualuri ტკივილი მცირდება ან სრულიად ქრება. ინარჩუნებს სითბოს დაახლოებით 12 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გაიკეთოთ დღისით და ღამით და გამოცვალოთ 12 საათში ერთხელ.